მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, თეოლოგი გიორგი გვასალია. მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისათვის და დროის გამონახვისათვის. მადლობა მოწვევისათვის, გიორგი, კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ გადაცემაში მონაწილეობის მიიღება. აგრეთვე დიდი პატივია, რომ დრო გამონახეთ და მადლიერები ვართ. დღეს დღევანდელ გადაცემაში შეეხება და ვისაუბრებთ ადამის შეცოდების შესახებ, ცოდვით დაცემის შესახებ და საეკლესიო ტერმინს გამოვიყენებ, ლიტურგიკულ ტერმინსაც. ხშირ შემთხვევაში ახლახანს იყო ადამის 60-დან განდევნის კვირა და უკავშირდებოდა ჩვენ კაცობრიობის ცოდვის დაცემას, აი ამ ცოდვის დაცემის შედეგებს, მაგრამ ძალიან ბევრ ამაზე ეკლესია აფიქრებს ადამიანს, აი წინამდე მოსამზადებელ პერიოდში, დიდ მარხვის მოსამზადებელ პერიოდში ძალიან ბევრ ამაზე აფიქრებს ეკლესია ადამიანს. ფაქტობრივად მთელ საღვთო ისტორიას ახსენებს. ადამიანის დანიშნულებას ასწავლის. და ძალიან მნიშვნელოვანი დიდ მარხვის პერიოდში საკითხავების მოსმენა, გააზრება. ადამიანი გებულობს რისთვის არის მოწოდებული, რატომ არის ესეთ მდგომარეობაში, რა გააკეთა ღმერთთვამერებისთვის და კულმინაციით, ანუ აღდგომით სრულდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი განიმარტოს, რომ ფაქტობრივად ამ საკითხის გაუგებლობის გარეშე ქრისტიანობაც გაუგებარია. გაუგებარია ქრისტიანობა სხვა რელიგიებისთვისაც. მათ შორის მონოთეისტური რელიგიებისთვისაც, რატო მოხდა ეს მსხვერპლი, რატო იყო საჭირო. ვისაუბროთ იმის შესახებ, როგორ მოხდა და რა იყო დაცემა, აი რას ნიშნავს ცოდვით დაცემა. ალბათ ისტორიასაც გავიხსენებთ, დაბადების წიგნში რაც არის მოთხრობილი, ძალიან ვრცელი თემა არის და ძალიან ბევრ კითხვას პასუხს ცემს. აი და მაგალითად დასავლეთში, კათოლიკურ ეკლესიაში, კათოლიკობამდე ესე გაყოფამდე პერიოდს გულისხმობ, უკვე ლიტურგიაში შევიდა ესეთი ტერმინი. ხა ზუსტად ლათინურად არ მახსოვს როგორ არის, მაგრამ ბედნიერი ტრაგედია თითქოს, რომ რას გულისხმობენ, ეს როგორც ვარაუდობენ ნეტარი ავგუსტინეს შეხედულობიდან მოდის, რომ ეს დაცემა რო არ მოხდარიყო, თითქოს ღვთისგანკაცება არ მოხდებოდა და ღვთისგანკაცებამ ჩვენ უფრო მაღალ პატივში აგვიყვანა, ადამიანური ბუნება უფრო მაღალ პატივში აიყვანა. ამიტომ ამ დაცემას დიდი მომავალი აქვს და ამიტომ უწოდებენ ბედნიერ. აღმოსავლურ თეოლოგიაში უფრო ტრაგედიათ არის განმარტებული. მართლაც ტრაგედია, ანუ ადამიანი თავისი ნებით ირჩევს არა ღმერთს, არამედ ღმერთის გარეშე სიამოვნებას, ანუ ურჩევლს. აი ეს საკითხი გავმარტოთ, ძალიან ხშირად გაუგებარია და რთული გასაგებია ეს. არა და ერთ-ერთი გვაკუთხედია, აქედან იწყება. ღვთისგანკაცების მნიშვნელობაც აქედან გებულობს ადამიანი. გეთანხმებით, გიორგი, იმიტომ რომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ადამიანი შექმნილია არა შემთხვევითობის გამო, არა უბრალოდ მოცალეობის გამო, როგორც ეს წარმართულ რელიგიებში იყო, არა აუცილებლობის გამო, რასაც ასევე ხაზგასასმელი, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს უნდა მისი შექმნა, სამხონებელობის პროდუქტია ეს. როდესაც ღმერთი ადამიანს ქმნის კონკრეტული მიზნისათვის, სრულიად განსაზღვრული მიზნისათვის, ეს არის განხრთობა. ადამიანი უნდა განიხრთოს. და ისე კიდევ უფრო გასაგებად რო ითქვას ეს ტერმინი, ღმერთი ადამიანს ქმნის მარადიული სიხარულისათვის, დაუსრულებელი სიხარულისათვის, დაუსრულებელი ჭვრეტისათვის, დაუსრულებელი წინსვლისათვის. ადამიანი არ იქმნება სიკვდილისათვის, ხწინლებისათვის, მოკვდაობისათვის, ტანჯვისათვის, ამიტომაც არის რომ ჩვენში აი ამის გამოვლინებები ყოველთვის იწვევს საიდუმლოებრივ ფარულ თუ აშკარა ტანჯვას, წუხარებას და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. კრატიზისი თქმა მინდა მე. იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ადამიანის დაცემაზე საუბრობთ რაღაცა ისეთზე, რაც არ უნდა ღმერთს. მაგრამ დაუშვებს. ღმერთს არ უნდა რომ ადამიანი დაეცეს, მაგრამ დაუშვებს. ხო არის ღვთის ნება, ღვთის დაშვება ისევ მისნებელობაში ამოაზრებული, ესეც ცალკე ვერ იქნება აღებული, მაგრამ მაინც აი განარჩევენ, ხო, ნებას, დაშვებას, განგებას. ანუ რისი თქმა მინდა მე იმის თქმა მინდა რომ ადამიანის დაცემა ეს არის იმდენად ფუნდამენტალური მნიშვნელობის აქტი, რომ თავად საღვთო ზრახვის წინააღმდეგობაში მოდის რაღაცა გარკვეული ასპექტით, რომელსაც აუცილებლად შევეხო და უნდა აღვნიშნოთ.
რატომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანის დაცემა, ადამიანის ისტორიაში სამი მობრუნების წერტილი არსებობს, ხო? ეს არის ერთი ცოდვით დაცემა, მობრუნების წერტილი ასიშნავს, აი ისტორია მიდიოდა და რაღაცა დახვდა და სწორედ ამის გამო მან ზბოლა სხვა მიმართულებით გააქცია. აქ დახვდება კიდე სხვა მიმართულებით გააქცია. 300 წერტილს მონიშნავს ქრისტიანული რელიგია, ერთი არის ადამიანის ცოდვით დაცემა, ის არ დაცემულიყო ისტორია სხვაგვარად გაგრძელდებოდა. მეორე არის მაცხოვრის განკაცება მისი ჯვარცმა და აღდგომა, რომელმაც ასევე შეცვალა ისტორიული მდგომარეობა ადამიანისა და მესამე იქნება ბოლო და დასაბარადიული, ეს არის მაცხოვრის მეორე მოსვლა და საყოველთაო სამშობლო. როცა ადამიანის დაცემაზე ვსაუბრობთ, აი ამ პირველ მობრუნების წერტილზე ვსაუბრობთ, სწორედ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ და გავიაზროთ რას ნიშნავს ადამიანი, რატო დაიცა, რას ნიშნავს ადამიანის დაცემა. ჩვენ წინა შეხვედრაზე ისე უბრალოდ ვახსენეთ და ახლა უნდა ჩაუღრმავდეთ ამას, რომ ადამიანის დაცემა ეს არის უწინარეს ყოვლისა არა იურიდიული აქტი, არამედ მისი ონტოლოგიური, მდგომარეობის ონტოლოგიური ცვლილების დაფიქსირება. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აქ არ გაურბივართ დანაშაულისა და სიმართლის ცნებებს. არ გაურბივართ არანაირად, იმიტომ რომ აღმოსავლეთის ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია ამაზე უარს არ ასვარებობდა. მაგრამ აქცენტირებულია სხვა მხარე. ის, რომელიც ამ დანაშაულის მიღმა სწორედ მთელ ტრაგედიას მალავს, მთელ ტრაგედიას იწევს. ეს არის ადამიანის დაავადება. ადამიანი ცოდვით დაავადდა. ავადდა. და შესაბამისად ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა აი ჯანმრთელი მდგომარეობა ამ ავადმყოფობაში როგორ აღმოჩნდა. ეს ავადმყოფობა ჯანმრთელ მდგომარეობას და უზემოეს მდგომარეობას როგორ უბრუნდება, გასაგებია. ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზი გადაკაცდება და გამოიხსნის და შემდგომ სულიწმინდა მისი მესამე ჰიპოსტაზი მის ეკლესიაში აგრძელებს თავის განგებულებით სახვას და პიროვნებათა ხსნის გამოხსნის საქმეს. მაგრამ პრობლემა არის სწორედ ასეთი, სრულიად სიკეთეში. როგორ შემოვიდა აი ის ტრაგედია, რომელ ტრაგედიაზე ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ერთ რამეს, აი ფუნდამენტალურ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. აი უამისოდ არამსო ადამიანის დაცემის კონტექსტში, ზოგადად ბიბლიური თხრობის კონტექსტშიც, ქრისტიანობის გააზრებას აბსოლუტურად წარმოუდგენელი. რა არის ეს კონტექსტი? ეს კონტექსტი გახლავთ ის, რომ ადამიანი არ ადგენს რა არის ჭეშმარიტება. ადამიანი არ ადგენს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ჭეშმარიტება არ არის მსჯელობის პროდუქტი. ჭეშმარიტება არ არის მსჯელობის დანასკვნი, რომ რაღაცას ახლა მე და თქვენ აქ დავსხდებით და რაღაცა თემაზე დავიწყებთ მსჯელობას და მივალთ დასკვნამდე, სიტყვაზე თქვათ ერთიან დასკვნამდე, რომელზეც არ ვიდავებთ და ვიტყვით, რომ აი ეს არის ჭეშმარიტება. აი ეს არ არის ჭეშმარიტება. ეს არის უბრალოდ ის, სადაც ყველას მივედით ჩვენ, რომელსაც შეიძლება კონდეს კავშირი ჭეშმარიტებასთან და შეიძლება სულაც არ კონდეს ის კავშირი. ჭეშმარიტება არის გამოცხადებითი. ადამიანს არ დაუდგენია, ადამიანს სიტყვაზე ვთქვათ, არ უმოღვაწია და მოღვაწეობის შედეგად არ მოუპოვებია სამოთხე და მისი უშინაგანესი წიაღი ედემის ბაღი. ის იქ იწყებს არსებობას, იქ იწყებს ცხოვრებას. ეს იმას ნიშნავს აპრიორი, რომ ადამიანის სამოთხეში რამეს კი არ მიაღწევს, არა, უკვე მიღწეულიდან იწყებს გაგრძელებას. ის წმინდა და მასთვის ღმერთს აქვს მიცემული სიკარგის საზომი, რომელიც არის თავად. ამას ამბობს მოწყობილი მევაქცა, მე ვარ ჭეშმარიტება არ არის თეორიული მსჯელობა და რაღაცა ფორმულა. ქრისტიანობაში ჭეშმარიტება არის პიროვნება. და ეს არის თავად ღმერთი. ქრისტიანობა ჭეშმარიტებაზე საუბრობს, არ ამბობს რა არის ჭეშმარიტება, არამედ ამბობს ვინ არის ჭეშმარიტება. აი ამ ურთიერთობით განისაზღვრება. რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ ადამიანის დაცემის კონტექსტში ჩვენ ახლა თქვენ შესანიშნავად აღნიშნეთ, რომ ეკლესია, როდესაც იხსენებს ადამიანის დაცემას, ეს არის არა მარტო ისტორიული ფაქტი, არამედ ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ყოველდღე ჩემს ცხოვრებაში მეორდება და ყოველდღე ჩემს ცხოვრებაში რაღაცას მიმანიშნებს.
და მარხვის წინ განსაკუთრებულად არის ამაზე დასაფიქრებელი, ყოველთვის არის ამაზე დასაფიქრებელი, სიკვდილზე ადამიანი ყოველთვის არ უნდა ფიქრობდეს ყოველ შემთხვევაში გონიერი ადამიანის ისა, ხო, ერთ-ერთი ხასიათებელი ის არის სიკვდილზე ფიქრობდეს ყოველთვის. მაგრამ აი ამ კონტექსტში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ადამიანს აი 60-დან განდევნა გვახსენებს სწორედ აი ამ დეტალს, რომ ადამიანის დაცემა გულისხმობს ალტერნატიული ჭეშმარიტების მიღებას. ეს არის ყველაზე საინტერესო. დავაკვირდით. ადამიანი ცნებას არ ღვევს არა იმიტომ, რომ ღმერთს განუდგეს, არამედ იმიტომ, რომ ღმერთთან მივიდეს. მაგრამ ღმერთის გარეშე. ამაშია საქმე. ჭეშმარიტების გარეშე, გამოცხადების გარეშე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ ადამიანისათვის, უпроსტად იმ ცდუნების, არა ადამიანისათვის, ჩემთვის არის ძალიან ხმა და ძალიან საინტერესო ტერმინი, რომელსაც გრიგოლ ნოსელი წარმოადგენს თავის ნაშრომში, ილუზია. ილუზია. ბოროტება ყოველთვის ხვდეს ილუზიას. აი ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, აი რაღაც გამონაკლისი იშვიათი შემთხვევების გარდა. ხო, ბოროტება არ მოდის ბოროტების სახელით. ყოველთვის შენიღბული. ყოველთვის შენიღბული. და შენიღბა რა შეაინტერესებს? შენიღბა აინტერესებს სწორედ ამაში. უნდა მოგაჩვენოს რაღაცა სიკეთით. ისე როგორც დღეს მაგალითად რაღაც გარკვეული ნებები, გარკვეულებები სიყვარულის სახელით და ასე ეს არის ძალიან თქვენაც აღნიშნეთ ეს აქამდე მინდოდა სწორედ ვისაუბროთ რომ არაფერი ახალი არ ხდება. ახალი არ ხდება არაფერი. უბრალოდ ტერმინები, სამოსელი, გარემო იცვლება თორე შინაარსი და გავრცელების შესაძლებლობა უფრო შესაძლებლობა თავისთავად ცხადი. შინაარსი აბსოლუტურად იდენტურია და იგივე. ილუზორული სიკეთე, სხვადასხვა ვთქვათ, ალტერნატიული სიკეთე მოდის. აი აქ ჩდება კითხვა. როგორ გავარჩიოთ ეს ალტერნატიული სიკეთე? აი იმიტომ თქვი თავიდან რომ ჭეშმარიტება, ეს გამოცხადება და არა ორ მოცემულობა შორის უკეთესის არჩევა. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რაღაცას საკითხს ვარჩევთ, ჩვენ უნდა გქონდეს საზომი. რით გავზომავთ? აი რაღაცას ვარჩევთ. თუ იმ საზომს შეესადაგება, მაშინ ეს ასეთი ყოფილა, თუ არა და ასეთი არ ყოფილა. ამიტომ სანამ ჩვენ რაღაცაზე დავიწყებთ, რაღაცის სიკარგეზე ან რაღაცის სიცოცხლეზე დავიწყებთ საუბარს, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაჩინოთ საზომი, რა არის კარგი და როგორ იქნება საზომი იმისა, რა არის კარგი, რაც შეესაბამება მას ის იქნება კარგი და სიკარგე და რაც არ შეესაბამება ის იქნება სიცოცხლე. პრობლემა არის სწორედ აი ამ საზომის ხსოვნაში. ადამიანის შემთხვევაში და ევა შემთხვევაში გამოცდილება საერთოდ არ არის ჯერ ხო ახალი განწყობილი. როგორ არის ეს დიონი ოქროპირი პირდაპირ ამბობს იცოდაო ადამმა ბოროტება, მაგრამ გამოცდილება გამოცდილება. ანუ და ბოროტება იცოდა რაც ისავს, ახლა ჩვენ ამას კარგად უნდა დავაფიქროთ, რომ ბოროტებას როგორ განიხილავს, ხო, ქრისტიანობა. ბოროტება იცოდა არა როგორც არსებული რეალობა. ანუ ბოროტება იცოდა როგორც რაღაცა ისეთი, რაც სიკეთე არ უნდა იყოს. სხვანაირი სიკეთე. აი, როდესაც ადამიანი ამ სხვანაირ სიკეთეს მიიღებს, გაიგებს რა იყო ყოფილა ბოროტება. თუ სწორად მახსოვს მაქსიმე ავსტრალიის სიტყვები არის, რომ ესე იგი სიამოვნების მიღება, შეიძლება თავის თვალსაზრისით სიკეთის მიღება ყოთ ღმერთის გარეშე. როგორც მამები განმარტავენ ხა ერთ-ერთი ალბათ მასილი დიდი ძალიან კაფეოთ ამბობს, რომ ბოროტება ეს არის ნებაყოფლობითი არჩევანის შედეგი და არა თავისთავად არსებობა. ისე როგორც ეშმაკის შემთხვევაში, ასევე ადამიანის შემთხვევაშიც დაცემა არის არჩევანი რეალურად. არჩევანი. და აქ ჩდება კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად სვამენ, რომ რატო მიეცა მას არჩევანის საშუალება, აქ ჩვენ უნდა მივიდეთ განსაზღვროთ ალბათ აუცილებლად თავისუფლების საქმეც ეს არის, კი, კეთახმები. ღმერთი რატომ არ ერევა ამ თავისუფალ არჩევანში და აი ეს საკითხიც ძალიან საინტერესო და ამით მინდა დავუბრუნდეს სწორედ არჩევანის იმ რეალიზებას. ჩვენ ხანდახან გვეშლება და არასწორად ვამბობთ, რომ ღმერთის ხატება ადამიანში არის ის, რომ ადამიანი არის თავისუფალი არსება. ეს არ არის სწორი. მამები თავისუფლებით არ იწყებენ საუბარს.
ადამიანი არის არა თავისუფალი არსება, არამედ დებელობითი არსება. აი თავისი დებელობის მართებული რეალიზების კვალობაზე ის აღწევს მე თავისუფლებას აღწევს თქო. თორე სინამდვილეში ის დებელობითი არსება, თავისუფლება აბსოლუტურად სხვა ტერმინია. ქართულმა სიტყვამ ეს ძალიან კარგად შეინახა. თავისუფლება არის, როდესაც ადამიანი თავის ფლობს, თავისუფალია, თავის ბატონია, თავის გამგებელია, ბრძანებელია. აი ქონდა კიდევ ერთი დეტალი შემოვიტანოთ, ცოტას კი ვამძიმებ მსჯელობას, ცოტა სიღრმეებში კი შევდივართ, მაგრამ უამისოდ არ შეიძლება. ადამიანი არის პიროვნება. რომელსაც გააჩნიათ ბუნება. და პიროვნების მახასიათებელი არის იმისაც რომ პიროვნება დაფიქსირდეს, იმისაც რომ პიროვნება გამოხატული იქნას. პიროვნებას აუცილებლად ჭირდება კიდევ პიროვნება. ანუ ურთიერთობა ჭირდება. ეს ურთიერთობა თუ არა აქვს ადამიანს, ხო ის პიროვნულად ვერ რეალიზდება. ხო იტანჯება. აი მაკარის ცხოვრებაში ასეთი კარგი მაგალითი, როდესაც მაკარი თავის ქალას ფეხს ამოკრავს. ეს წარმართის თავის ქალა იქნება და გამოცხადება აქვს მაკარიზე წარმართი ეუბნება ამ წმინდა მამას, რომ თქვენ, როდესაც ქრისტიანები ლოცულობთ, ჩვენს წარმართი ნუგეშინისებულ ვართო. ეს ხოთაშვილი ძალიან საინტერესო, რომ ქრისტიანის ლოცვას წარმართიც ნუგეში იღებს. ძალიან საინტერესო ის არის დეტალი. და მაკარი დაინტერესება ჯოჯოხეთის ტანჯვის დეტალებით და ნუ ის პასუხობს ახლა რო არ გავიყვანოთ და აი რა ხდება როდესაც ჩვენ ლოცულობთ და ცეცხლში სადაც ვართო ცეცხლის არის დაშრეტას იწყებს. ის ხშირად აქ აჩერებენ ხოლმე და აღარ აგრძელებენ ამ პატერიკის, ამ ამბის გადმოცემასაც ძალიან ცუდია და მეუღებელია. მე ძალიან საინტერესო ფრაზას ამბობს ეს წარმართი. აი ეს ცეცხლის ის რომ იშრიტებაო, ერთმანეთის ნახვის საშუალება გვიჭდება. ხო, ეს ანუ ყურადღება ამ გამოცხადებაში რაზეა გამახვილებული ეს ცეცხლი ხვდებით ხო, ახლა და ყველას აგვაქვს ისა, რომ არ არის რაღაცა ასანთით და ნავთით და იმით დანთებული მატერიალური ცეცხლი, ხო? ეს არის ვნება, ეს არის ტანჯვა. ამის სიმბოლოა. და ეს სიმბოლო რაში გამოიხატება? ეს სიმბოლო გამოიხატება იმაში, რომ ჯოჯოხეთი ეს არის უწინარეს ყოვლისა, იმ რეალიზების შესაძლებლობის აბსოლუტური საპატიმრო, რომელიც ადამიანს უდიდეს სიხარულს და ადამიანობას ანიჭებს. ეს ცეცხლიც არის მადლი, რომელშიც იწვის ის უბრალოდ ვერ ხედავს ამას. ამის მადლი მისთვის ეს თაბორის დათელი ხო ვერ დაისაზღვრება ადგილით, ხო? სული წმინდის მოქმედება ხო ვერ შემოისაზღვრება რომელიმე ადგილით, ეს გამორიცხულია ღმერთი ყველგან არის და ყველგან მოქმედებს. და ეს არის ნათელი, რომელიც წვავს ჯოჯოხეთში ყოფს განსხვავებით იმ ნათლისაგან, განსხვავებით წმინდანისაგან, რომელსაც ეს ნათელი განამხიარულებს და გარანათლებს. ხო? ანუ ამ ბავში ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ადამიანს აქვს ნებელობა, ის პიროვნება. და თუ ნებელობა არ ექნა, ის ვერანაირად პიროვნულ რეალიზებას ვერ მოახდენს, მას თავისუფალი ურთიერთობა არ ექნება, მას ექნება დაპროგრამებული ურთიერთობა და ეს უკვე აღარ არის ადამიანი. და აღარც არჩევანის თავისუფლება. აღარ არაფერი არსებობს მაშინ. მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანის პიროვნება იქ ჩანს, როცა შენ მართავ შენ ნებას. ერთ-ერთი კომენტატორი ამბობს სახარების, აი უძღებიშვილის კვირა იქ ამბობს, რომ უძღებიშვილი დაემონა იმასო, რაზეც უნდა ებატონა მის პიროვნებას. კი, ამაში აქ მინდოდა საკუთარ ნებებს დაემონა და გახდა რეალურად თავისუფალი კი არა. მას ეგონა რომ თავისუფალი იყო თავიდან. ამ მოტივაციით იწყებს ამ თავის ნებების აყოლოს, მაგრამ საბოლოო ჯამში უკიდურესად მონა გახდა იმის, რაზეც უნდა ყოფილიყო ბატონი. ხო და ნახეთ, ეგ მინდოდა მეთქვა, რომ აი ეს მონობა სწორედ გიორგი, ეს არის ის ბუნების მოთხოვნილებების ჯანყი, რომელსაც თავისუფალი აკონტროლებს და თავისუფალი ამ გაქანებას საშუალებას არ აქვს. აი, როდესაც ადამიანის დაცემა ხდება გადატრიალება, ის რომელიც უნდა მთავრობდეს,
გონება, ნუსით უნდა იყურებოდეს, უნდა აკონტროლებდეს, ხო? ის მოექცა მონობაში და მას ბატონობა დაიწყო ბუნებრივმა მოთხოვნილებამ, ბუნებრივმა სურვილებამ. შეიძლება ესე ითქვას, რომ ცხოველს დაემსგავსა ძალიან ამ თვალსაზრისით. კირილი ალექსანდრიელი პირდაპირ ამბობს, როდესაც მოსეს კვერთხი გადაიქცევა გველად ქორების მთაზე ერთ-ერთი სასწაული, რომელსაც ხელში ჩაუდებს ღმერთი მოსეს წმინდა წერილის ტერმინი რო გამოვიყენოთ, ხო? აი ამ ადგილის ეგზეგეზის დროს დამახასიათებელიც არის ალექსანდრიელი ღვთისმეტყველისათვის. კვერთხი, რომელიც მოსეს ხელში უჭირავს, ეს არის სიმბოლო ადამიანისა, რომელიც ამოთხეშია. და თითქოს და ღმერთის წიაღშია, ღმერთს უჭირავს ის ხელში. და როდესაც მოსე კვერცხს დააგდებს და გველად დაიკლაკნება, ანუ გველად გადაიქცევა აი ეს კვერთხი. წმინდა კირილე ბრძანებს, რომ ადამიანს, რომელსაც ევალებოდა, მიმსგავსებოდა ღმერთს, მიემსგავსა, ანუ აქ მსგავსებისაკენ წავიდა, გველის მსგავსებისაკენ წავიდა. აი ეს ხო, ეს დაცემის, ანუ სხვაგვარად რო ვთქვა, დაცემა, ადამიანის დაცემა განპირობებულია. აი, მოდი წმინდა წერილი გავიხსენოთ, ძალიან საინტერესო კონტექსტია, ხო, ძალიან საინტერესო კონტექსტია, რომ გველი საუბარს იწყებს დედაკაცთან, არა მამაკაცთან, ხანდახან ისმის ხოლმე კითხვა, სად იყო მაშინ ადამი, მეკითხებია ხოლმე და ხა, რა ვიცი მე სად იყო ადამი, იქ არ ყოფილი ვარ, ვერ გეტყვით, არავის არ უთხოვს ეს შემთთვის. შეიძლება გვერდითაც იდგა. ხო, თან განსაკუთრებით მამები ყურადღებას ამახვილებენ ამ ზრახვების შემოსვლაზე. ეს მინდა ვთქვა. გველის გამოდის. ეს მინდა ვთქვა. საწყისია ცოდვის. ხო, ეს მინდა ვთქვა, რაც მე ლოგიზმების სახელით არის ცნობილი ვთქვა დასკეტულ ლიტერატურაში და რაც ანუ რაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ აქ წმინდა წერილი ყველაზე მთავარს გვეუბნება. იმას კი არა, მამაკაცის სად არის, მთავარი ის არის, რაც გველმა მოახერხა დედაკაცში. რა არის ეს? მართლა გითხრა თქვენ ღმერთმა, ეს ყველა ამას აქცევს ყურადღებას, მართლა აი ეს დაეჭვება. გამოცხადებაში დაეჭვება. მართლა გააპოხმოთ მეწამული სხვა. მართლა გაამრავლა ხუთი პური. აი მთელი რიგი, აი ნატურალისტები მაგალითად. გადაცემებიც არის, ხო? რომ თითქოს და ზრახვა აქვს კეთილშობილური, თითქოს და რომ აი ბიბლიაში რაც არის მოცემული, ეს სიმართლეა და ცდილობენ ამის ახსნას. სინამდვილეში ეს უდიდესი ბოროტებაა, როდესაც შენ ცდილობ სასწაულის ახსნას, იმიტომ რომ ვერ ახსნი, სასწაული თავისი არსით გულისხმობს, შენ მეცნიერული მეთოდებით იმას ვერ ახსნი. და რომ ასაც ვერ ახსნი, ისინი კი ახერხა ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ არსებობს ნიშები და არსებობს სასწაულები, ხო? ნიში არის, როდესაც ბუნების კანონი არ ირღვევა, მაგრამ ღვთისნება იგზობა, ხშირად არის ხოლმე მიწის ზრა რო იქნება, ესა ღმერთს უაბრალეთ, ეს რაღაცა ის ღმერთს არავინ არაფერს არ აბრალის. მაგრამ სახარებაში კეთლის ჩამოქცევა და იქ იმათი დახოცვა, ხო? ეს რაღაცას უკავშირდებოდა, ის მართალია, ეს კედელი იბზარებოდა, ქვა იფიტებოდა და ამიტომაც ჩამოიქცა ის. მაგრამ ამ ამბავში ღმერთმა ნიშანი აჩვენა. ახლა ვიღაცა თავი მოაქვს, თავისი რაღაცა, ვითომ ხო, რაღაცა დიდი ქრისტიანობით და დიდი განათლებულობით და დიდი იმის აქვია წარმატებულობით, ვითომ და თითქოს და ვითომ რაღაცა გამოკვეთილად კარგად ესმის ქრისტიანობა და სინამდვილეში ჩვენ წინა შეხვედრაზე ვსაუბრობდით ამაზე. რომ უბრალოდ წმინდა წერილისად მიყრუა. უბრალოდ გამოცხადებას უარყოფს. ეს არის საშინელება. და რომ დაუბრუნდეთ ჩვენ სათქმელს, ხო, რომ ეს გველი მიდის დედაკაცთან და წმინდა წერილი ამას აქცევს ყურადღებას, რომ დაიმარტოხელებს დედაკაცს და დაიმარტოხელებს სწორედ აი ამ ეჭვი გამოცხადებაში ეჭვის შეტანის ელემენტით, მაგრამ ეს ეჭვი როგორ შეაქვს, იცით? ეს ისეთი ეჭვი უნდა იყოს, რომელსაც დედაკაცი უპასუხებს. ეს არ არის ეჭვი, რომელიც ღმერთთან ურთიერთობის ეჭვს გააჩენს. არა. ეს არის ის, რითაც დედაკაცი უნდა მოხდეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამე. რა არის ეს? მან თავისი ზრახვა უნდა აკონტროლოს დამოუკიდებლად და არა მორჩილების გარეშე. ერთის გარეშე შეიძლება ერთის გარეშე, ადამიანის გარეშე. ანუ ყველაზე, აი ნეტარი აგვისტინი საუბრობს საოცარ ამაზე. თქვენ ამდენჯერ მიახსენეთ ეს ღმერთის გარეშე და უმნიშვნელოვანესი აქცენტია.
ჩვენ ადამიანის დაცემაზე რო საუბრობთ, ხო? კონტექსტი მაინც გასაგებია. ანუ იყო მასალა და მოხდა დაცემა. კონტექსტი გასაგებია. მაგრამ როგორ ჩდება ბოროტება, სადაც მასალაც არ არსებობს. დაცემული ძალა ანგელოზი ეცემა, ხო? ანუ ადამიანური ეცემა გასაგებია. არის უკვე დაცემული ძალა და ის გადაემტერა და ნუ ადამი მოწყობდა. ეს გასაგებია. მაგრამ როდესაც არაფერი არ არის, მასალა, დასაცემი, აი იმ დროს როგორ მოხდა? და ინტერეგუსია საოცარ პასუხს აძლევს. რომ ის ანგელოზი არსებითად ბოროტებას კი არ აკეთებს, სიკეთეს აკეთებს. მაგრამ უღმერთო სიკეთეს აკეთებს. აი ეს არის უკვე ბოროტება. მას რაც უნდა, სიკეთის სახელით უნდა, მაგრამ უღმერთო სიკეთეა ეს და სადაც უღმერთოება, იქ სიკეთე ვეღარ იქნება, იქნება ალტერნატიული სიკეთე. ამიტომაც არის მისი ყველა შეთავაზება. ეს არის სიკეთე, სადაც ღმერთი არ არის. სხვათა შორის ის რო ახსენეთ ნატურალისტების გადაცემები. მე მახსოვს ადრეც გიხსენებიათ ლექციაზე და მეც მინახია BBC-ზეც გადიოდა მსგავსი BBC-ზე განსაკუთრებით გადის. აი ეს მოსესმე. მანდაც რომ ვერც მეცინიერულად ვერ ახსნით თუ არ მოატყუებ მაყურებელს, იმიტომ რომ ცხადი, გეთახმებით. ტოვებენ იმ დეტალებს, სადაც აშკარად სასწაული ჩანს. აი თქვენ ხო გახსოვთ მოსემ რო კვერთხიაწია და მაგ რო შუაზე გადაცემაში არსად არის ნახსენები რომ შუაზე ორკედლად, არა ბიბლია პირდაპირ გვეუბნება ორკედლად დადგა წყალი. ორკედლად არის. იქ ამბობენ დაშვებას. ფაქტობრივად მაყურებელი რომელიც ბიბლიას კარგად არ იცნობს, ტყუდება. ანუ ატყუებენ მაყურებელი. იგივე გადაცემა იყო გამახსენდა მსგავსი პავლე მოციქულთან დაკავშირებით თითქოს იქ რო აერთებგან რო ახსენებს რომ საწერტელი მქონდა და ფიზიკური სნეულება, ამას უკავშირები რომ მას თავის ტკივილები და შესაძლოა ეპილეფსია ჰქონდაო და ამიტომ იხილა ნათელი და ეს არის ქრისტეს გამ როცა პავლე მოციქული სხვაგან წერს რომ ნათელი და აშკარად ჩანს მე იოროქროპირი გამარტოს ნათელი მან იხილა ნათელი სხვებმაც იხილეს რამდენიმე ათეული ადამიანი ახლოს ყველას ერთდროულად ხوار დაემართებოდა ანუ ამ შემთხვევაში ესმოდა პავლეს საუბრებოდა ამ შემთხვევაში ატყუებენ მაყურებელს ანუ ფაქტურად ეს ეშმაკის შეთავაზება ახლა რაღაცა პარალელი გავავლეთ მაგრამ არა სწორი პარალელიც და თან სიმართლეს გეუბნება თან ხო და ეს ტერმინი მინდა ის მინდა აი მამა გიორგი საოცრად იმას აკეთეთ ახლა ამ თემას საოცრად შეეხეთ ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ამიტომ ასეთი ტერმინი ალტერნატიულ სიკეთესთან უნდა შემოვიტანოთ ტერმინი ნახევრად სიმართლე რომელიც დღეს ყველაზე აქტუალური და ყველაზე ასე ვთქვათ, აპრობირებული მეთოდია ადამიანების მოტყუებისა. ნახევრად სიმართლე, ეუბნები რაღაცას, რაღაცა ფაქტების მოკავს, მის წყაროს ამოწმებ და ამას მე იყენებ იმისათვის, რომ მოტყუებული და მონადირებული და მომსაკვარებული დატოვო ადამიანი. ეს ძალიან დიდი მეთოდია. და ძალიან თამაშობ მის ემოციებს. თავისთავად ცხადია. ანუ აქ რა არის აქ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. საინტერესო და მნიშვნელოვანი გახლავთ ის რომ როდესაც დედაკაცი აი ამ ზრახვას მოისმენს, ამ ზრახვას მიიღოს, ხო მაყურებლებს უბრალოდ უთხრათ რომ იქ რაღაცა ვერბალური და ეს არის რაღაცა ლინგვისტური ერთეული არისო ზრახვი ლაპარაკის და ქველი რაღაც ენაზე, კონკრეტულ ენაზე ლინგვისტურ ერთეულზე არ საუბრობს იქ, ხო? ეს ვერბალური შემდგომი ის არის თორემ დაცემის შედეგი და უწურების შედეგია თორემ ზრახვით ხდებოდა აზრის გადაცემა და აზრის მერის სხვათა შორის დიდი მამები რომლებიც დიციწმინდეს აღწევენ აი მონარქს იბრუნებენ სწორედ და თაწმიდელების ცხოვრებაში გახსოვთ მამა გაბრიელთან რომიდან რო ჩამოდიოდა ამან ლათინური არ იცოდა მან ქართული არ იცოდა ის უნდა უყურებდნენ ერთმანეთს და წამებენ წმინდა მამანი რამე თუ ზრახვიდეს ურთიერთას და მდუმარების არსიც ხო ეს მდუმარების არსიც ეს თუ არ ლაპარაკობ ესე იგი მდუმარებაში მდუმარება ის ყურე არაფერს არ ამბობდი ნუ არიან ადამიანები მდუმარებაში არიან და ქვია იგინებიან და იმას შექვია მუშტიკრეს მომართავ მდუმარების არსიც ეს არის სწორედ რომ შინაგანი ისეხია შინაგანი სიმშვიდე გრითაც მეტყოლებ ეს თვალით გახსოვთ ხო მათემახარებელი როგორ იქნა მომუშაკებული როგორ იქნა არაფერი ქათაგება მათეს არ მოусვენია მტკბილი თვალებით ჩახედა იოსებ და მომყევიო უთხრა ააყირავა მათემას თავის ბიზნესი და გაყო აი თავის ტკბილი თვალებით ეს ის ტკბილი თვალებია იუდას რო უყურებდა მე როდესაც ეუბნებოდა რომ წადი და რასაც გეგულების გააკეთა იგივეა ეს წინა გადაცემაში შეხვედრა ჰქონდა ხმა ძველი და ახალი ახსოვს ხოლმე შესახებ ერთი და იგივე ორივე შემთხვევაში ეს წყალობაა ეს თავისთავად ცხადია ანუ დედაკაცი ისმენს რაღაცა ისეთს რომელსაც პასუხი აქვს
მაგრამ ეს მისი პასუხია, ეს არ არის მისი და მისი ქმრის პასუხი. ეს არ არის პასუხი ღმერთში. ეს მისი პასუხი. მამები პირდაპირ ამბობენ, რომ დაკითხოდა თავის ქმარს, ანუ კი არ გამოეძია, არა ზრახვა გაემხილა მისთვის. აი ეს ზრახვა გაჩნდა. გველი უბრალოდ ვეღარ იმოქმედებს, რატო? აი განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ამაზე. იმიტომ რომ რას უწოდებს იონი ოქროპირი ადამიანსა და მისი ცოლის ერთობას? ეს არ არის ოჯახი მარტო, ეს ეკლესია. და ეკლესიას ვერ ძლევს დაცემული ძალა. მთელი საიდუმლო ადამიანის დაცემისა იწყება მისი ეკლესიიდან გაყვანით. და არა ფიზიკურად გაყვანით, არამედ მენტალურად გაყვანით. არ უნდა იაზრონოს ქრისტიანობა, არ უნდა იაზრონოს ეკლესიურად, არ უნდა იაზრონოს გამოცხადების კვალობაზე. ჩაჭიროდ რო ჩათვლისის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუნდაც მართებული, მაგრამ ეს უნდა იყოს ავტონომიური, გამიჯდული, მისი და არა ღმერთის. უნდა დაისაკუთროს ეს თვითონ. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ეს უნდა გველს სწორედ. ევა არ ვამბობ ხოლმე დაცემამდე ქალის სახელი არის ხო? დაცემის შემდგომ დედაკაცს დაცემ. ეს უნდა გველს სწორედ რომ დედაკაცმა უპასუხოს. სიმართლე უპასუხოს, ამაზე არ არის საუბარი, ასე უპასუხოს, ეს არ არის თავი. თავარია უპასუხოს. რაც უთხრა, დედაკაცმა არ უთხრა, ყველი. კი, ერთ ფრაზეს დამატებას იმაშვებიან და მე მაგალითად პირადად არ ვეთანხმები, უფრო იმ ეგზეგეტებს ვეთანხმები, რომლებიც დედაკაცი უკვე ემოციების გაჩენაზე მიუთითებენ. ვინაიდან ახლა ადამს მაშინ რაღაც აზრით ცდება და ორღვევია, თუ კი ღმერთმა არ უთხრა. არ გაიკაროთო და ადამა ეს თავის დედაკაცს უთხრა. მაშინ უთქვია რაღაცა ისეთი, რაც ღმერთს არ უთქვამს. და ეს ცემის დარღვევაა უკვე და მე ვერ ვეთანხმები ამას. ეს არის დედაკაცის შიგნით დაწყებული ემოციების გამოვლინება, იმიტომ რომ როდესაც გველი ეტყვის, არა, ესი არ არის. ნახეთ იმეჭვიდა სათავიდეთი. ანუ ღმერთმა კითხა, მაგრამ ესი არ არის. ეს უკვე ჯამპი. ეს უკვე პრობლემა. ეს უკვე ტრაგედია. ტრაგედია ის კი არა, რომ გველმა თქვა, არა ეს ესი არ არის. არა, იმიტომ რომ ეს ზრახვა დედაკაცში მოკალათებას იწყებს. აი იქიდან იწყება. ეს არის რომ იცის ღმერთმა როგორც კი შეჭამთ ამ ნაყოფს აგახილება თვალები გახდებით ცნობელი კეთილისა და ბოროტისა და შეიქმნებით ღმერთებივით მასორატულ ტექსტში და ახალ ქართულ თარგმანში ჩვენ მხოლობითი რიცხვი გვაქვს მაგრამ სეპტუაგინტაში და მთელი ქრისტიანული ეგზეგეტიკა აქ მრავლობით რიცხვს კითხულობს და მამები ამბობენ რომ დაცემულმა ძალამ დედაკაცს დოგმატური ჭეშმარიტებაც კი შესთავაზა. რომ ღმერთი ყოვლადწმინდა სამება. რომ აბსოლუტურად უნდა განაწყოს. მისადმი კეთილად რაც გულისხმობს რომ აბსოლუტურად კეთილად უნდა განაწყოს იმ ზრახვისადმი რომელიც მიაწოდა. რა ზრახვა მიაწოდა? ეგრე არ არის შენ რო ფიქრობ. მარტო ღმერთმა რო თქვა ეგრე არ არის კი არა, შენ რასაც ფიქრობ ეგრე არ არის. ამის სუჭმელობა, ანუ ღვთისცნების დაცვა კი არ გახდეს ღმერთად, არამედ მისი მიღება გახდეს სწორედ ღმერთად. აქ მნიშვნელოვანი რა არის, მამა გიორგი? მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაცემული ძალა იგივე სპირდება ადამიანს, რაც აღუთქვა მას ღმერთმა. გზა არის სხვა. მიზანია სხვა. და დავაკვირდეთ რა სპირდება დაცემული ძალა ადამიანს ღმერთად გახდომას ოღონდ როგორ უღმერთოდ განა ცუდ რამესთან ბოდიშკეთით განა ცუდ რამეს თავაზობს გველი დედაკაცს ღმერთად რო გახდიო არ გინდ ღმერთი უნდა გახდეს ღმერთსგან უნდა გი ღმერთს უღალატე მისი მცნება დაარღვი ამას პირდაპირ არ ეუბნება არა ამას რო გააკეთებ ღმერთი გახდები რა ისთვისაც შექმნა იმას მიაღწევ სიკეთეს ეუბნება, სიკეთეს, ოღონდ ალტერნატიულ სიკეთეს ეუბნება. იმ სიკეთეს კი არა ღმერთმა რა უთხრა. იმ სიკეთეს, რა სიკეთეს მისთვის არის ჩვეული და სწორედ აი აქ მოდის ის ტერმინი, რა ვთქვით, მამა გიორგი, რომ როდესაც დედაკაცი შეჭამს, ჩვენ ახლა სანამ შეჭამს ძალიან საინტერესო დეტალია, იმასაც მივაქცევთ ყურადღება, მაგრამ როდესაც დედაკაცი ამ ნაყოფს მიიღებს და თავის მასაც მამაკაცს საჭმოს, ხო? თვალებიც აეხილება, გაიგებს რა არის სიკეთე, გაიგებს რა არის ბოროტება, ეს უთხრა გველმა.
არ მოუთხოვები. ეს უთხრა ეს. მაგრამ ღმერთი ვერ გახდება. ვერ განიღბო. აი ეს ნახევრად სიმართლე. როდესაც შენ რაღაცა ფაქტებს, რაღაცა მოვლენებს, რაღაცა არგუმენტებს აპერირებ მართებულად, მაგრამ ის გინდა მსაკრობისათვის. აფუძნებს სიცრუეზე. ამას ამბობს მოცხოვარი, რომ კაცის კვლელია და ტყუარია დასაბამდა. ხო, ერთ-ერთი სინონიმი ტყუარი ძველ ქართულში ესე ეშმაკის ხო. ხო, იმის ხო, ანუ რისი რას გვიჩვენებს ამის წმინდა წერილი? ამის წმინდა წერილი გვიჩვენებს იმას, რომ ჭეშმარიტება დევს ერთადერთში. საფრთხო გამოცხადებაში, ნებისმიერი ზრახვა, რომელიც ამ გამოცხადებისეულ პარამეტრებს არ აკმაყოფილებს, ის ვერ იქნება ჭეშმარიტება, ის არის საცდური, არის ილუზია, მაგალითად იოანე დამასკელს აქვს ასეთი ტერმინი მოგონებითი სიკეთე. მოგონებითი სიკეთე რას ნიშნავს? ის კი არ რაღაც სიკეთე ჩავიდინე და მაგონდება. არა, რაღაცა რო ჩავიდინე და მეგონა რომ სიკეთე იყო და თურმე სიკეთე სულაც არ აღმოჩენილა. ეს არის ილუზია, რომ გვიქმნის, აი ილუზიის ნაყოფია, ეს ამას ქმნის დაცემული ძა, რომ ადამიანს გონია რომ ეს არის სწორი, რასაც აკეთებს. გავა დრო და ნახავს რომ ძალიან მწარე ნაყოფები, ძალიან მძიმე ნაყოფები მოიმკო იმ ამისაგან. არ არის ეს ის რაც კეთილია, ეს ბოროტება აღმოჩნდა. ნახეთ რა არის საინტერესო. არა, სარამ გადავალთ მე იმაზე ადამიანის დაცემაზეც ისტორიას რომ მოვასწროთ, ალბათ ერთი-ორი სიტყვით რო განმარტოთ ადამიანის ხის მნიშვნელობაც საინტერესო. ხშირად ვსვამე ხოლმე კითხვას, რას 60-ზე ხის ცნობადის ხის მნიშვნელობა. მე უფრო რაღაც ფოლკლორში და ხატრობაში გავრცელდა როგორც ვაშლი და დღესაც ზოგს ისე წარმოდგენა აქვს, რომ რაღაცა ვაშლის ჭამისგან თავი შეკავებაზე სოგილი ლექსოც ამბობს. სოგილი ლექსოც ამბობს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამას და თუ ადამიანი ნებელობით იარსება. მოდი ახლა ერთი წუთით ეს 60-ისეულის სივრცე წარმოვიდგინოთ ამ ხის გარეშე. ანუ წარმოვიდგინოთ აკრძალვის გარეშე. ანუ ადამიანსაც უნდა აკეთებს ყველაფერს. ესი პრობლემა ექნება ადამიანს. ადამიანს ერქვა ნებელობის გამოხატვის პრობლემა. ნებელობის გამოხატვა იწყება არა მარტო იქ, რაც მინდა ვაკეთებდი, არამედ იქ, რომ რაღაცა არ მინდა და არ ვაკეთებ. ეს ნებელობის გამოხატვის სივრცეა, მაგრამ თავისუფლება არ იწყება. თავისუფლება იწყება იქ, რაღაცა შემიძლია, რაღაცა მინდა გავაკეთო, მაგრამ არ გავაკეთე. ეს ხე ცუდი კი არ არის. ხავითარ შემთხვევაში მამები პირდაპირ ამბობენ მოვიდო ტატრ, როდესაც ადამიანი ხისაგან დაყოფს მიიღებდა და ეს მისთვის მავნებელი, ანუ შეიცნობდა რა იყო სიკეთე და ბოროტება და ეს შეცნობა მისთვის მავნებელი არ იქნებოდა. მას ერთგვარი სულიერი ყრმობის დრო ჰქონდა. და აი ეს უნდა გადაელახა და წმინდა მაქსიმე აფსალებელთან ეს არის სწორედ ის, როდესაც ადამიანი თექვსმეტ სამყაროს განახტავს და მიართმევს უკან ღმერთს, ხო, როდესაც ადამიანი განიღბთობა. სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს ხი არის არა ცუდი ხე, არა საცდური ხე. არამედ ეს არის სივრცე, რომელიც ღმერთმა გააჩინა ადამიანის ნებელობის გამოსახატავად, რათა მან გაიგოს რა არის თავისუფლება და აი თავისუფლების სულში ეზიაროს ღმერთს. არა, იმიტომ ანუ ადამიანი უნდა განიღბოს, იმიტომ კი რა სხვა გამოსავალი არ აქვს. ადამიანი უნდა განიღბოს, იმიტომ რომ უნდა. იმიტომ რომ ადამიანის არსებობაც განპირობებულია, იმიტომ რომ ღმერთს უნდა. ადამიანი უნდათიც უნდა მიემსგავსოს ღმერთს. ადამიანს უნდა კონდეს სურვილი გამოხატული, უნდოდეს ღმერთთან. ან სურვილი გამოხატული არ უნდოდეს ღმერთთან. ადამიანის ტრაგედია რაში? ადამიანის ტრაგედია იმაშია, რომ ადამიანმა გამოხატა ღმერთთან ყოფნის სურვილი უღმერთოდ. არა ის როგორც ღმერთმა უთხრა მას. არამედ როგორც თვითონ მოინდომა ეს. მოდი დაუკვირდეთ ძალიან საინტერესო რამეს. რა არის ეს? რა არის, როდესაც ჩვენ აი ადამიანის დამოკიდებულება როგორია? კონკრეტულად პირველმა ადამიანზე ხო როგორ საუბარი? ხო ადამიანის დამოკიდებულებაზე გვაქვს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ჩავდივართ, ხო? ადამიანის დამოკიდებულება რა იყო, რომ კი მე ღმერთად ყოფნა მინდა, მაგრამ შენ რომ მეუბნები იმ გზით არა. მე რო გადავწყვიტავ იმ გზით. რა არის ეს? ეს არის ოკულტიზმი. როდესაც შენ შეკვეთებს აძლევ ღმერთს. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩაფლულია დღევანდელი სამყარო. როდესაც ღმერთი ხდება საჭიროება,
და არა მიზანი. როდესაც ღმერთს ვაძლევთ რაღაც შეკვეთებს, სურვილები გვაქვს და ამ სურვილების დროს გვახსენდება ხშირად ის და ის არ არის ჩვენი ცხოვრების წესი. ამ დროს ამ ოკულტურ აზროვნებას შეფლობა ადამიანს. ძირითადად მოთხოვნილებებია ჩვენ. მოთხოვნილებებია, მაგრამ ნახეთ მამა გიორგი აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია. ჩვენი მაყურებელი რომ ასე ვთქვათ ერთგვარ დაბნეულობაში არ შევიდეს, რომ რაღაცა აზრით რომ დავაკვირდეთ ჩამთელობას ხო უნდა ვთხოვდეთ ღმერთს. როგორ არ უნდა ვთხოვდეთ? ბოლო-ბოლო პური ჩვენი ასობისაო როა ნათქვამი. ეგეთი ნაწილი ამ პურში მხოლოდ ევქარისტიულ პურს არ ხედავს, ხედავს ყოველდღიურ საჭიროებას. რა თქმა უნდა, ისიც სიკეთეა ღვთისშექმნა. თავისთავად ხადის ყველაფერი სიკეთეა. ამის ქრისტიანობა სიმდიდრეს არ ებრძვის. რა თქმა უნდა. თავისთავად სიმდიდრე არ არის. სიმდიდრე არაფერი კლიმენტი ალექსანდრიელიდან მოყოლებული, ესთემ აბსოლუტურად წარმოჩენილია. სიმდიდრეში არ არის პრობლემა. სიმდიდრესთან დამოკიდებულებაშია პრობლემა. თვითონ სიმდიდრე თავისთავად პრობლემა არ არის. და არანაირ ცოდვას არ წარმოადგენს. აქ უბრალოდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ როდესაც ჩვენ აი ღმერთს რომ მივმართათ, ღმერთს ბევრ რამეს ვთხოვთ, ხო, ჯანმრთელობა, შვილების კარგად ყოფნას, თავისთავად ცხადია, ღმერთს უნდა ვთხოვა, ვის უნდა ვთხოვა. ღმერთზე სასწრება, ღმერთზე უნდა მქონდეს ამაზე სასწრება, მაგრამ იმისათვის რომ მე ოკულტურ დამოკიდებულებას გავემიჯნო ღვთაებისადმი და ის ჩემთვის იყოს არა საშუალება, არამედ დარჩეს მიზნად, ამისათვის ღმერთმა უმნიშვნელოვანესი რამე გვასწავლა თავის ლოცვაში, საუფლო ლოცვაში. ჩვენ ყველა სათხოვარს განსაზღვრავთ სიტყვით. იყავ ნებაში. აუცილებლად. სხვადასხვა ამ თემასთან დაკავშირებით გამახსენდა მამა ივანე რომანიძის არის ეს მე-20 საუკუნის გამახსენებად და მის ერთ-ერთ წიგნში არის ესეთი დეტალი მახსოვს აი ამ საჭიროებებთან დაკავშირებით. ეკლესიურ ადამიანებზე წერს რა, ჩვენზე ყველაზე რომ აი წარმოვიდგინოთ ცოტა ხნით რომ ჩვენ ყველა სათხოვარი რაც გვაქვს ღვთის წინაშე, ყველაფერი მოგვარებული არის. ფიზიკური ჯანმრთელობა ყველაფერი მოგვარებული არის. დავრჩებით თუ არა ეკლესია, ან ჩვენი მიზანი არის ღმერთი, ან განხრთობა. ამოიწურება. და რამდენი დავრჩებით, ან რამდენად დავრჩებით, ესე ვთქვათ, ეკლესიის წიაღში, ეკლესიურები ჭალებში. აი ამ კითხვას სვამს და ამ კითხვით ამ თავს იქ თვითონ მე აღარ გძელებს ჯელობას, მაგრამ თვითონ კითხვაში ბევრი რაღაცა. არა, ბევრი რაღაცა და ნამდვილად, იმიტომ რომ როდესაც ღმერთი არის საჭიროება, ღმერთი არის საჭიროება. როგორც კი საჭიროება აღარ იქნება, აღარც ღმერთი იქნება. არაფერი აზრი აღარ აქვს, მას აღვყოფ, რაც მინდოდა მაქვს უკვე. როცა ღმერთი მიზანია. როცა ღმერთი მიზანია. თან ეს როგორი მიზანია? ამ უწურავი მიზანია, მარადმზარდი, სხვათა შორის აი იუდაიზმში მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი იუდაიზმში მაცხოვრის მსხვერპლი ფაქტიურად გაუაზრებელი, ანუ უარყოფილი არის. მაგრამ აი ცოდვის დაცემასთან დაკავშირებით იუდაიზმშიც რა თქმა უნდა ტრაგედია, ხო? ეს ტერმინი ცოდვა, ანუ ებრაულში ხეტ აცდენას რო იქიდან მომდინარეობს. ანუ მიზანი ღმერთია და შენ სხვაგან გადაუხვია. მიზანი არის ტრაგედია. ხო, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, იმიტომ რომ რასაც ადამიდან მისი ცოლი აკეთებს სიკეთის სახელით. მაგრამ უხმართო სიკეთის სახელით. რამდენიმე წუთი დაგვრჩა ჩვენ ალბათ 7-8 წუთი. ხო, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ორი დეტალია ძალიან მნიშვნელოვანი რა მოიტანა ცოდვა. პირველი ეს გახლავთ ის რომ ადამიანმა ადამიანი დაინახა რომ შეშველი იყო და შეწყო. ადამიანი შეშველი აქამდეც. მაგრამ არცხვენი იმას კი არ ნიშნავს რომ უსირცხველოა. არცხვენია იმას ნიშნავს რომ მისი სიშიშველი არის დაფარული საღვთო ნათლით და ეს არის მადლის სულისაწმინდისა, ეს არის ის საღვთო ენერგიები, რომელშიც მაცხოვნებლად მოქმედებს ადამიანში. აი ადამიანი რომ დაეცა აღმოსავლეთის ეკლესია სწორედ ემდაცემაში გულისხმობს დაავადებას, რომ ამ დაავადებულმა სხეულმა, ამ დაავადებულმა სივრცემ ვეღარი გუა სულიწმინდის მადლის მაცხოვნებელი მოქმედება, ამ ნათელშემოსილობა მისთვის არის უკვე მავნებლური და ეს ნათელი ცილდება მას და დაინახავს თავის სიშიშვლეს. მაგრამ აქ ტერმინი სიშიშვლე კიდევ კარგად არის გასაგები ბიბლიაში სიშიშვლე მარტო ფიზიკურ სიშიშვლეს არ ნიშნავს. ბიბლიაში სიშიშვლე ნიშნავს ასევე სისუსტეს. და ადამიანმა დაინახა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. დაინახა როგორი სუსტია და აი ამას იმ ნათლის გარეშე უნდა იქ მიღწევა. მნიშვნელოვანია თვითონ შემდგომ რაც ხდება, ახლა იქ ბევრია სალაპარაკო ჩვენ ამის დრო არ გვექნება თავისთავად ცხადია. იქ ტერმინ დიალოგზია კიდე დასაფიქრებელი. ალბათ მე სხვა გადაცემაში გვექნება ამაზე საუბარი.
ღმერთი ეცხადება ადამს და ეუბნება ადამიანს ატახ. და ადამი ამბობს, რომ შეეშინდა, მოდიოდა და დაიმალა, რადგან შეშველი იყო. ნახეთ, ღმერთი ეკითხება ადამიანს, რომ შენ ადამ რა მდგომარეობაში ხარ, სადა ხარ, ადამა ხო იცის, რომ ღმერთი ყოვლის ხედველია, ღმერთი ყოვლის ცოდნია, ღმერთმა ყოვლადზენია და ღმერთმა იცის ადამი არა მარტო რომელი ბუჩქის უკან არის ახლა, არამედ რატომ არის იმ ბუჩქის უკან. ადამიანს სადა ხარ ნიშნავს ადამ რა დღეში ხარ, რა მდგომარეობაში ხარ. ადამიანს არ ესმის. სხვა რამეს ელაპარაკება, დაყრდნობა ადამი. ღმერთი ეუბნება, ვინ გითხარ რომ შეშველი ხარ, ანუ ეს სისუსტე როგორ იგრძენი. იმ ხის ნაყოფი ხარ, სჭამი რომელიც და ადამიანის საოცარი პასუხი. შენმა მოცემულმა ცოლმა მაჭამ. ჩემმა ცოლმა, შენმა მოცემულმა. შენ რომ გადაბრალება. ანუ აქ ამბობს სწორედ კირილე ალექსანდრიელი, ადამი რომელიც მოწოდებული იყო მსგავსებოდა ღმერთს. ყველა ქმედებით ემსგავსება აი იმ დაცემულ მდგომარეობას, რომელიც ის გაუბედურა. ამიტომ ამბობენ აღმოსავლელი მამები, სწორედ რომ უბრალოდ ამიტომ აქცევენ ყურადღებას, ამიტომ აქცენტირებენ, რომ ადამიანს დაუზიანდა ბუნება, ადამიანს დაუზიანდა ხედვა, ადამიანს დაუზიანდა აზროვნება, დაზიანდა ადამიანი. დასახიჩრდა ადამიანი, ბასილი დიდია 1000 ნაწილად დასახიჩრებულ ადამიანზე ლაპარაკობს. დასახიჩრდა ადამიანი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი რა არის? ხშირად ხდება ხოლმე კითხვა. რომ შეენანებინა ადამიანს აპატიებდა თუ არა ღმერთი. კითხვა არა კონტექსტუალური. აი არასწორად დასული კითხვა. შენანებით ადამა ჩვენ გარდამოცემა გვაქვს შეინანა კიდევაც. ბოლო-ბოლო სინანულის სიმნი დაწერა დავითმა. მაგრამ აქ უნდა დაუკვირდეთ სწორედ იმასაც არაერთხელ თქვით და რაზეც აქცენტს აკეთებენ წმინდა მამები, რომ ადამიანის ცოდვით დაცემა ეს არის მისი ბუნების ფუნდამენტალური დაზიანება, რომელსაც ჭირდება მკურნალობა. ქირურგიული ჩარევა ჭირდება. და არა თქვათ, სიტყვაზე თქვათ რაღაცა მკურნალობის კურსის გავლა. არა, სისხლია დასაყრელი. მისთვის. ამისთვის აუცილებელი უკვე ქრისტეს განკაცება. ხო, თავისთავად ცხადია, ჩვენ მე ამ შესაძლოა შეიძლება ამ შესაძლოა ვლაპარაკოთ, ეგეც საინტერესო თემა. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ადამი იმდენად დააუადა, წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა. რომ მეუბნებიან მე რომ აი ბევრი ტკბილი ჭამო, დიაბეტი დაგემართება. და მე არ მოусმინე და ბევრი ტკბილის ჭამა გავაგრძელე და დამემართა დიაბეტი, სიტყვაზე ვთქვათ, ხო? ახლა რა ვშვები, ვდგავარ და ბოდიშებს ვიხდი, რომ ბოდიში რომ ჭამდი ამდენ ტკბილს. ეს ხო ჩემ დიაბეტს არ განკურნავს არანაირად. მე მჭირდება ჩარევა, მე მჭირდება მკურნალობა. ანუ ადამიანს რომ შეენანებინა ადამი პირდაპირ გვეუბნება წმინდა წერილი, რომ შეენანებინა, აი ეს არის არაკონტექსტუალური სწორედ. რომ შეენანებინა კი არა, ღმერთს ეუბნება პირდაპირ. შენმა მოცემულმა ცოლმა გამიგე. სხვათა შორის აი ეს ჩემმა კი სხვაში ძიება, ანუ მიზეზების ძიება, როცა ცოდვას ჩავდივართ, აი პრაქტიკული მაშინ რომ გადმოვიტანოთ, ხო, დღესაც ეკლესიაში და ყველა ჩვენი აღსარებებს ძირითადად ესეთია, რომ ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ხოლმე გასამართლებელ საბუთს. აი ამის რო არ ყოფილიყო, ამას მე არ გავაკეთე. ეს არ მომსვლოდა. ძირითადად ესეთი აღსარებები, ძირითადად ესეთი, ანუ ჩვენ ამ დაზიანებულ ბუნებას ვატარებთ და სამოში რო არ მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა. ხო, კაცის სულ ეძებს რაღაცა მიზეზების, რეალურად ღმერთმა ჩვენზე კარგად იცის მიზეზები რატო ჩავარდეთ ამ ცოდვაში და ყველა ადამიანს აქვს მიზეზი. და იმ მიზეზსაც ხედავს და იმ მიზეზის ითვალისწინებს. იმ მიზეზის მიზეზსაც ხედავს, ეს შენი ცოდვის მიზეზი რატო გამოჩნდა, როდესაც შენი ცოდვის მიზეზი გადაგაკ აქცენტი. ჩვენ გადაცემის ერთ რაღაც მონაკვეთში ერთ თქვით სწორედ. ადამიანის 64-ის განდევნის გახსენება ეს არ არის ამბავი, რომელსაც ეს ყოველდღე ხდება ჩვენში. ყოველდღე მოდის ალტერნატიული სიკეთით, ყოველდღე მოდის ნახევრად სიმართლით, ყოველთვის მოდის ილუზიებით დაცემული ძალა იმისათვის, რომ მასთან ზრახვა გავაბად და დავივიწყოთ რაც გითხრა ღმერთმა. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გამოცდა, ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გადალახოს ადამიანმა. და როგორც ბოდიშს გაწყვეტინეთ რა. ცოდვაში შესვლაც ზუსტად იგივე გზით ხდება.
აი მე მგონი მაქსიმი ახსენებელთან ძალიან ღრმად არის, მაგრამ ესე წარმოჩინებული ჩვენში ასკეტური ტერორიზმი ზოგადად ჩვენში ჯერ ზრახვა შემოდის, კითხვები შემოდის, მე თუ დავეთანხმეთ ან დიალოგი დავიწყეთ მასთან. იკალათებს. მე იწყება უკვე ცოდვით ფიქრით შეცოდება და მე ჩავდივართ უკვე საქმის, ანუ ამ სხვა ეტაპები აქვს ცოდვას. ყოველთვის იწყება ამ აზრით, აი როგორც ევაში შემოდის ესე კითხვა. კი, გეთანხმები და ადამიანი, რომელიც ცოდვით დაეცა, ეს არის ადამიანი, რომელიც დაავადდა. დაღდგომის საიდუმლო სწორედ ეს არის ეს ავადმყოფობა განუკურნა ღმერთს. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებია, მე მგონი, რაც მიიღო ღმერთმა, ის განკურნა. ანუ რაც არ მიუღია, ეს არ განუკურნია აპოლინარის წინააღმდეგ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. დიახ. ანუ ბუნება რო სრულად მიიღო და მაგას ამბობს, ჩვენი ბუნება განკურნებული რო არის. საოცარი არის, აი ამ სხერფლის თავში ვახსენე, რომ აი კათოლიკური მასში საერთოდ უკიდურესობაშიც გადავიდნენ და შეიძლება არც არის ისე თქვი, არასწორი ეს შეიძლება სწორიც არის. ასე გამოხატულება ლიტურგიკულში ტექსტებში გამოხატავენ ესენი, რომ ბედნიერი დაცემა, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ მე ღმერთმა ჩვენ უფრო მაღალ ღმერთი განკაცდა და ჩვენ ვიხილეთ. ამას გულისხმობენ ახლა რა თქმა უნდა, ცუდად. თუმცა საპოლემიკო და სადაოა, მაგრამ ეს კიდევ ესეთი აზრიც ყურებს, მაინც განკაცდებოდა თუ არა. მე მხრობი მაგას ხოთა შორის, იმიტომ რომ ადამიანი ვერანაირად ვერ მივიდოდა ღმერთთან, თუ ღმერთი არ მოვა ადამიანთან. ეს გამორიცხული აბსოლუტურად. და სხვათა შორის ძველ აღთქმაში გამოცხადებებში ხშირად ხო კაცის ძის სახით ეცხადება წინასწარმეტყველებს. ანუ ყველა მამა მიუთითებს, რომ ძეპიროვნება თავისთავად ცხადდება. თვითონ გრიგოლ პალამაც, როდესაც ღვთის ხატების ნიშნებს განიხილავს, ხატების ნიშნებში შეაქვს ხედავთ. ხო, ხატებაშიც როგორც ანარეკს ისე განმარტავენ, ხო, როგორც სარკეში უყურებთ. ჩვენი ცოდნა მაინც ხო მეტნაკლებად შეზღუდულია, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. პავლე მოციქულის სიტყვები მახსენდება, რომ ისე უყურებთ ჩვენ ამ ჭეშმარიტებას, აი მეორედ მოსვლის მერე რაც იქნება, როგორც სარკეში. ძველი აღთქმის ადამიანს ესე უყურებდა ახალ ღვთის განკაცებას, როგორც რაღაც როდესღაც დამდგარი რეალობა იქნებოდა, მაგრამ ახლა ძალიან ბუნდოვანია. ხო, ალბათ ჩვენ ახლა კიდევ უფრო კარგად უნდა გქონდეს ეს ხედვა, მაშინ სარკე ცოტა ბლანტად ეკლავდა და ახლა სარკე კარგად ირეკლავს. ხო, გაცხადებულია. უფრო ბევრია გაცხადებული. უფრო ბევრი ნიშანი ჩანს. ხო, ფაქტობრივად ამოიწურა ჩვენი დრო. ძალიან საინტერესო თემა, ბუნებრივად ვერ დავამთავრებდით ერთ გადაცემაში ამას, მაგრამ მე მგონი ბევრი დეტალი დაგვჭა, ნამდვილად ბევრი დეტალი. ძალიან ბევრი დეტალი, მაგრამ საინტერესო დეტალებზე გამახვილდა ყურადღება, აი ცოდვით დაცემის მიზეზებზე, როგორ იწყება ადამიანში ეს და აი ეს პიროვნული თავში რო ახსენეთ, ეს პიროვნული თავისუფლება რას ნიშნავს? რეალურად დღეს ძალიან საჭირო არის ამის კიდევ ბევრჯერ განიმარტა, მაგრამ ალბათ უფრო სიღრმისეულად განიმარტება, რომ ჩვენი პიროვნება იქ ჩანს, სადაც ჩვენ ნებაზე ვიმარჯვებთ. რეალურად ზოგჯერ თავისუფალება ესმით ისე როგორც ესეთი თავისუფალება რაღაცა გარკვეული რაც უნდა იმას აკეთებს ნებისმიერ ცხოველს აქვს ხო? ანუ ნებებს იმიდან ემოციებით მოქმედებს ცხოველს. ხანახა ცხოველს აჭმეს არ ჭამს, იმიტომ რომ რაღაცას განიცდის. მაგრამ ეს ხომ არ ხო არ არის. ადამიანი არის ერთადერთი, ვინც შეიძლება იმიტომ არ ჭამოს. გადაწყვეტილებას იღებს რაღაც უკეთესისკენ. აი ეს არის აქ ჩანს უკვე ჩვენი პიროვნების რეალიზება ხდება და მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისთვის. რაც ვიმედოვნებ სხვა დროს მოგეცემა საშუალება, რომ ეს თემა კიდევ უფრო ღრმად და ესეთ ამის შემდეგი საკითხები გავიმართოთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა თეოლოგი გიორგი კვასალია, დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.